შემდეგ გვაქვს მერწყული და ძალიან კი გაგვიგრძელდა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია მინდა ეს ვიდეო ჩაგიწეროთ სხვათა შორის, კიდევ უფრო ღრმად, კიდევ უფრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაქტიკა მაქვს ამ მხრივ დაგროვილი და მინდა ხოლმე ხანდახან რომ გავაზიარო და მერწყული ეს არის მეკობრებო, სოციუმი, მასები, მომავლის ენერგია და ურანული ენერგეტიკა არის და პასუხისგებლობასთან არის კავშირში ზოგადად მისი ოპოზიციური მხარე ლომი და აი ამ პასუხისგებლობებში და აი ამ სხვათა შორის ლომი რა არის ფუფუნება, სიმდიდრე, სილამაზე რაღაც ისეთი აი მერწყული არის რომ მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ, ხო? მაგრამ ენერგეტიკულ ველში, აი თვითონ ენერგეტიკული ველი რომ შევამოწმოთ მერწყულის მომავალთან არ აქვს ხოლმე სწორი კომუნიკაცია და სწორი ურთიერთობა, მომავალს ვერ იჭერენ. თითქოს არიან აი სწრაფად მინდა გავიარო ეს ცხოვრება, ან იდეები მაქვს და აი ეს ტვინი, იმიტომ რომ მერკურის უმაღლესი ოქტავა არის ურანი და აი ზევით ვარ სადღაც და ამ ცხოვრებას ვერ ვაკვირდები, აქ ვერ ვგრძნობ ვერაფერს, სულ სოციუმში ხალხში ყოფნა და ან ასოციალური ვარ მთლიან და ენერგეტიკული ველი არ აქვს ადამიანებთან, მასებთან კავშირში, მომავალთან კავშირში აქ არ არის სიმყარე, იმიტომ რომ მასებთან, ინდივიდებთან რომ შევიდეთ, ჩვენ არ უნდა დავიკარგოთ, მე უნდა იყოს წამოწეული და ამ ესთან არის პრობლემა. ურანი მაგალითად ჩამთვარესთან, მე-11 სახლი მაგალითად, ხო? მერწყული ეს არის, როდესაც მე საზღვრები არ ვიცი ხალხთან, მე ხან რიგითი ხვდები, ხან ლომურა დომინანტი, ხან მე გეტყვი თქვენ რა უნდა გააკეთოთ და როგორც წესი ძალიან დესტრუქციულ შემთხვევაში ადამიანებთან, სოციუმთან არ არის თანასწორი ურთიერთობა. ან ძალიან მაღლა უნდა ვიყო და მე ამაც ეზევით უნდა ვიყო, ან ძალიან დაბლა უნდა ვიყო და მე მხოლოდ დაბალ კატეგორიასთან უხეშად რო ვთქვათ, ეს მერწყულური ენერგია არის, აი მხოლოდ ისეთთან უნდა ვიყო რა, აი სრულ უპასუხისგებლო ან სრულად განსხვავებულ ხალხთან, ხო, რომ დაუმტკიცო ჩემ თავს, რომ მე ლომი არ მინდა რომ ვიყო, მე არ მინდა ფუფუნება, მე არ მინდა ინდივიდუალიზმი. დაცვით მექანიზმს ვეძახით გაქცევა საკუთარი პასუხისგებლობისგან. ამას და ეს თელი იდეალები და ეს სისულელეები მოდის იქიდან, რომ მე მეშინია ვიყო ინდივიდი, გამოკვეთილი ძლიერი ინდივიდი და აი ამ იდეებში, ამ მებში გავრბივარ, იმიტომ რომ შიგნით აი ამ ინდივიდუალიზმთან არ არის განცდა და არ არის არც მასებთან და არც აქავარ, არც იქავარ და ვარ ჰაერში, ურანული ენერგია, ხო? და წარმოსახვით კუთხით ესენი სადღაც არის, აი სივრცეში კოსმოსში რომ მოგისროლო, სიმყარე სადაც არ არის და აი აქ არიან ხოლმე გაჭედილები და მე ამ სტრუქტურაზე ხდება მუშაობა.